მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან მოკლედ მინდა შევეხო იმ საკითხს, რომელიც უბრალოდ ძალიან გულისამრევია და ძალიან ამასრზენია. საუბარი მაქვს იმ ორ ვიგინდა რა არარაობაზე, რომლებიც შესაძლოა დააჯარიმა და ჩემი ღრმარწმენით ჯარიმა ძალიან რბილი სანქცია და მათ რა ჩაიდინეს ჯარიმა კი არა, ბევრად რაღაცა უარესი რაღაცები ეკუთვნით, მაგრამ როგორც მინიმუმ სამუდამო დეპორტი ეკუთვნით ქვეყნიდან. ხო და ყველაზე გულისამრევი ისიც რა არის, რომ შესაძლოა როგორც კი განაცხადა, რომ ერთი ნაბიჯვარი ესტონეთის მოქალაქეა, ხოლო მეორე უკრაინელია, აი ეს ინფლუენსერების ნაწილი პროევროპული კურსის აქტიური მხარდამჭერი, ვინც გუშინდელიდან ვიდეოებზე წერდა და აი ამ ორ ქვეწარმავალს სრულიად სამართლიანად ლანძღავდა, აგინებდა, უბრალოდ ყველა გინებას აყოლებდა, რომ ეს რუსი ვანია და ასე შემდეგ. დღეს დუმს. მათ შემდეგ დუმს, რაც გაირკვა, რომ თუმე რუსი არა, ნუ ესტონელი და უკრაინელი. ნაწილი. მეორე ნაწილი ამას ამართლებს იმით, რომ თუმე ესტონეთში ძალიან ბევრი ეთნიკურად რუსია, ისევე როგორც უკრაინაში, ანუ საკითხის ისე წარმოჩენას ცდილობს, რომ ღორი მხოლოდ რუსებშია, ანუ ესტონელი ამას არ იკადრებდა, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან მაღალი კულტურის მქონე ადამიანები არიან იქ და ამას როგორ იკადრებდნენ, როგორც ესტონელები, ისე უკრაინელები. ბიჭო, ეს ხო გულისამრევია, მართლა. ანუ ღორია. რა ნიშნულობა აქვს მის ეთნიკურ წარმომავლობას? ღორი ყველგან ღორია, ყველგან არსებობს ღორი. მაგრამ თქვენ რასაც აკეთებთ? ეს მართლა გულისამრევია. რომ მიაწებოთ, რომ ამ ასეთ რამეს მარტო რუსი აკეთებს, მეტი არავინ კაცო. მაგრამ ნუ რუსი ოკუპანტია, ყველამ ვიცით კაცო. და აგრესორია. და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. და აქედან გამომდინარე, რაღაცნაირად მოდი ეს ამაზრზენი საქციელი მარტო რუსს დაუკავშიროთ. და ოპ თუ ევროპელს ეხება, დავდუნდეთ და თუ მაინც ეხება და ვეღარაფერს ვეღარ ვამბობთ, ის ევროპელის გავარუსოთ. ნუ ტეხავს უბრალოდ რა, კიდევ გავმეორდები, ღორი ყველგან ღორია. მენტალურად დეგრადირებული, დაცემული არარაობა ყველგან არსებობს, ყველა ქვეყანაში. უბრალოდ თქვენ რასაც აკეთებთ, ეს მართლა მაგრად ტეხავს რა. ესე წარმოჩინება, რომ აპრიორი. ახლა მაგალითად, მინდა გავიხსენო შარშანდელი ფაქტი, როდესაც ძლიერი შტორმი იყო რა ბათუმში. და ძალიან დააზიანა სანაპირო ზოლი. და ესე იგი აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, ამ სანაპირო ზოლის გაწმენდით სამუშაოები აქტიურ ფაზაში იყო და არ ვიცი, რუსიც, უკრაინელის, ბელორუსიც, უამრავი ამ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტი ერთად ყველანი ეხმარებოდნენ შესაბამის უწყებებს, მოხალისეებად იყვნენ, რომ სანაპირო ზოლი დასუფთავებული იყო. ანუ კარგიც ყველგან არის და შეგნებული და შეუგნებელიც ყველგან არის. ხო და ახლა მხოლოდ იმის თქმა, რომ ამას ევროპელი არ იზავდა, კიდევ ერთხელ ვამბობ რა, გულისამრევია რა, ტეხავს მართლა ტეხავს, თუ არა ღორი ყველგან ღორია, ნაბიჯვარი ყველგან ნაბიჯვარია. ეს არის და ეს, ნახვამდის.